აბა ფრთხილად ეს სურათი აღმოჩნდა სართიჭალაში ვანო მელიაშვილის ნათესავებში, ძმის შვილებში და შვილიშვილებში. ვიპოვეთ რამდენიმე დღის წინ, 3 დღის წინ. აი მე მგონი არაჩვეულებრივი სურათია ესეთი. ეს სურათი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია ამასთან რამე ურთიერთობა, აი ძალიან ფრთხილად უნდა დავდოთ. აი ესეთ სურათია. მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო სურათია თავისი რაღაც სირთულითაც, კოლორიტითაც არაჩვეულებრივია. ეპიური ტილო არის ვანოსი, ყველაზე ალბათ. ერთი არის რაღაც აი ზღვა და გემი და მეორეთი კაპიტალური ნაშრომი. და ინახებოდა მაგის, აი როგორც თქვი, ნათესავებთან მაგის ნაეტყობა აჩუქა. ისე კედელზე ეკიდა ერთ დროს, მე ჩამოხსნეს რაღაც რემონტის დროს ალბათ. ცოტა მდგომარეობაში არის სინოტივეში იყო. ეხლა პრობლემა არის ამისი მოვლა და აღდგენა და პატრონობა ამის საკმაოდ ბევრი ძალისხმევა. მაგრამ მე მგონი რომ მაინც იმდენად ისეთ მდგომარეობაში რომ სრულით აღდგება და დაგვრჩება ეგეთ სურათი. ანა ვიტყოდეთ ვინ იყო მელიაშვილი, ვიტყვი მაგათი გვარის წარმომავლობაზე. ჩვენ ვაპირებთ სოფელ ხანდოში. მისვლას ხევი არის გეთი, ხანდოს ხევი და იქ არის სოფელი ხანდო. როგორც ამბობენ, იქიდან არიან ჯანიაშვილები ყოფილან და შემოაკვდათ ვიღაც მაგათ გვარის წარმომადგენელს და შემდეგ იქიდან იძულებულიყვნენ წასულიყვნენ. და გვარიც კი გამოეცვალათ, რაღაც მელიებივით გამოიპარნენო და დაერქვათ მელიაშვილები. ხო და ვანო ეტყობა ძალიან ახალგაზრდობიდანვე მოხდა თბილისში. თუმცა ეს როგორც სურათებიდან ჩანს, კავშირს არ კარგავდა თავის რაღაც მშობლიურ ადგილებთან. ასეთ პეიზაჟს ხატავდა, ანანური აქვს ხშირად დახატული, აი მას ალბათ გადავიღებთ მაგ ანანურსაც. მცხეთას ხატავდა, თამარ დედოფალს ხატავდა, საჩუქრად აი ესეთი სიუჟეტს და მე გამოვა, წვრები რო წამოვა. ისა, ხანდოს ხევში, აქედან წავით ზემოდან. ხანდოს ხევში ესე. ესეც ზემოდან ავიდეთ. ეს რა პირდაპირ გიყონს ეს სოფელზე გზა, ადი. გავა და აი მაგ გზაში ახლოს. გაგვინდა ეს ჯანიაშვილები არიან მან და არ ვიცი. თქვენ სადაურე? მე ანანურელი. ჯანიაშვილი არ გაიგია გვარი ეგეთი. ჯანიაშვილები სანაუში. მიმგონა. ოჰო. რა გვარი ხართ? მე ხევსური ვარ. მე გოგოჭური. გოგოჭური ხარ. დიახ. ისე ქმარყოფა გოგოჭური და ციკლაური ვარ. მამის ახლით, ჩემი საკუთარი გვარი. ჯანიაშვილები რომელ სოფელს სოფენ? ჯანიაშვილები არის იქ. წინა მხარს ეძახიან რაღა იქ და იქ არიან ჯანიაშვილები. წინა მხარში. ხანდოს წინა მხარში. მეჯილაურთასაც არიან, მეჯილაურები. მეჯილაურები. სოფელია მეჯილაურები, ხო? ასეთია საქმე. ხო და ერთი მხატვარი იყო მაგათში. არ ვიცი, აბა მაგ მაგთვინი არ ვიცი. მაგთვინი ვიცი გვარიც. აი ეს გვაინტერესდა. ერთი ლექსი დაგვიტოვა მაგანა და აბა ნახე თუ გაჩვენა. აბა რა ლექსია? აი ეგეთი სურათი დახატა. აბა წამიკითხე ხავდა. თამარ მეფე დახატა და მე ის დახატა ჯვარი, სვეტი ცხოველი, სამთავრო და ის უკანა და აბა აი უყურე. მოდი აბა გია, მოდი ერთად წავიკითხო. სრულ აიკრიფა თოვლები
ბილიკებ დაჩნდა მთებისა. კარგად იყიდებს ცხენი ფერს, ქუჯზე აღარას ყლტებისა. ყველგან გაივლის მხედარი, როვერ აღარას ქდებისა. რას ქდებისა ვერ გავიგე. ზოვი ახლა თოჯის თოვლი რო იყო, რო წამოიდეს, ზოვი არ წამოიდეს. ეგ იმიტომ არის. ლაღო ზაფხულის ბუნებავ, მამშვენო თვალთას მენისა. აჰა. კარგია? კარგია, რატო კარგი არის? თვალთას მენისა. თამარ დედოფლის თავზე და გვირგვინი ტურფად შვენისა. თავარ დედოფალს. ეს როდი და ნეტარეს. ეგ დაწერა 40-იან წლებში 1940-ას, მაგრამ შეიძლება ძველი ლექსია. აი ძველი ლექსი რაღაც არის, ძველი ლექსი რაღაც არის. ძველი ეგეთ ლექსებსაც მოგიხერხებდით რომ ეცალე. აბა გითხარი რამე. ერთი ციკლაურის ლექსი ვიცი, ერთი იყო. ეგეთი ლექსი დაწერა. კომუნისტებზე დაწერა იმანა. მე ვერაფერი გავბედეო, მთავრობო, თქვენი ხათრითაო. გინდა გავბედო საწყალმა, რას ვისარგებლებ ამითაო. ციხეში მამათავსებენ უზარ მაზარი ვადითაო. არა, ეგენი ცხოვრობენ აი იქით ხეობაზე, აი რა მოდიხართ, აი იმ ხეობაზე ცხოვრობენ. ადრე, თავისი წინაპრებით. აი ქვემოთ ხარ ის სანამ ჩვენთან ამოხვალ, ხო მიდის აი ესე ხევი, ხო მიდის? აი იმ ხეობაზე იყვნენ ისინი და მე გავიდნენ ჭალაში. ხო და ეხლა ის ორი ძმა იყო, ერთი მოკვდა და ერთი კიდე ცოცხალი. ხო და აი ხო არ გაგიგიათ რო? არა, მე ყველად ვერ გეტყუშილო, მაგის მსგავსი მე არაფერი არც მახსოვს. რომ დედამთილი მე არ ამყოლე, მამამთილი მე არ ამყოლე და აბა ჩემ აქ მაგრამ კიდე რა იცოდა. ეგენი აღარ უნდა დარჩა აქ ვინ დარჩა? სუყელა დაიღუპა. აჰა. ხო, ერთი დარჩა მხოლოდ დედიდან. დანარჩენები და ისა დედამ წაიყვანა თავის სამშობლოს იმერი. იყო მხატვარი და თან ისეთი მხატვარი იყო, რომელიც არაცნობილი მხატვარი იყო ეს პიროვნება. და სადაც დაახლოება. და ვერაფრით ვერ დაუახლოვდა, იმიტომ რომ თვითონ ძალიან პრინციპული კაცი იყო და ნაკლებად შედიოდა ხოლმე კონტაქტებში. აი ბავშვებთან უფრო კონტაქტებში შეძდიოდა, ვიდრე მოზრდილებთან. და არაფრით არ თანხმდებოდა გადაღებებზე, არაფრით არ თანხმდებოდა. ნუ ესე იგი ეს დევნა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ავდგებიო და ფარული კამერით თუ გადავებო. შემდეგ ნუ ძალიან ნერვიულობდა რა, რომ აუცილებლად მინდა, რომ რაც უფრო ძნელი იყო პიროვნებასთან კონტაქტი, მით უფრო საინტერესო ხდებოდა მასთან მუშაობა. და მე მთხოვა, რომ მოდიო, როგორმე იქნებაო ფოტო გადავუღოთო. და აი ესეთი მომენტი ავიჭირეთ და მივიდა დაჯდა, სკამზე დაჯდა მალხაზი და მეც გადავუღე და იმდენად ისეთი აი კაი რეაქცია ქონდა რა ამ ხნის მოხუს ისეთი კაი რეაქცია ქონდა რომ შეგვინიშნა ჩვენ ეს ეშმაკობა შეგვინიშნა და გაიცინა და მე ვერ გითხრა რომ თქვენ რა გონიოთ ახლა რა მე ვერ გავიხდებოდიო რომ ფოტო გადამიღრათო ეს ფოტოები ავტოპორტრეტზე მე ვარო ესე იგი და ეს მუშაობა ესე იგი მილიციის ფორმა იყო ეს ათი პირველად ყოფილა ერთი ეს გებიცმეთ ადრე რა მილიციის და მილიციის მუშაობა ძირითადად დაცვის იმებში ეს მე აი მან ოპერაში მუშავე დაცვაში იქიდან ეს ჩემ მეუბნება მიმიყარა ეს ისთვის რომ ესე იგი როგორც კაი ხატვადა წაიყვან თან საერთოდ რომ მე პრიმიტივისტები არ მიყვარს იმიტომ რომ კაცო ხატვა არ იცის და ხატვაზე ძახენ ეს არ შეიძლება აღმოჩნდა რომ ეს ჩემს ერთადერთი პრიმიტივისტი რომელიც პრიმიტივს ახსახებ ესე კაცი როგორც შეუძლია აი ესე ხატავს და ეს კი რომ ვერ ხატავს პირზე დამოწდება ისე სიხავი მომიჯა რადგან იშვიათ ხდება ცხოვრებაში რა დღესასწაული და ის არის ესე იგი საბავშვო მასწავლებლები უკან ბავშვების ძიერ რაღაც ძველ მანქანაზე და აქედან რომელიღაცა მასწავლებელი მაგას მოწოდა ხალი ეტყობოდა ჩავდა ესე სიყვარული კაი ხალი იყო და ემითი რაღაც ეტყობა დატოვა ის დამიჭილება და ეს კიდე არის ცნობილი ის არის რა ფოტო ილია ჭავჭავაძე და აღიწერეთელი იქ უკან ოფიციალურად იცავდა რომ მე ვარ ეს უკვე ეს მე ვარ
მელიაშვილის საკმაოდ დიდი კოლექცია არის ჩვენს მუზეუმში. ჯერჯერობით ფართის ცოტა ესე ფართეთ რო გავშალოთ ფრთები არა ამის საშუალება და 3 კომპოზიცია გამოიფინა მელიაშვილის შემოქმედებიდან. ფონდებში ახლა არის დარჩა 55 ნაწარმოები მისი მელიაშვილის. დიდი ხანი არ არის რაც ეს კაცი გარდაიცვალა. სანშაინ კოლექცია დაგვიტოვა. მოვკარი თვალე რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები არის გამოფენილი რუსთაველის გამზირზე მზატაცმლის მაღაზიაში აი გრიბოიძის ქუჩის კუთხეში. და ნიკას გაუზიარე ჩემი შტაბეშტილება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მომეჩვენა მხატვარი. მე დავიგე რომ გვარად იყო მელიაშვილი, სამსურათი იყო. რა ვიცი აი ნიკა იტყვის მე რა. ახსოვს 91 წელი უნდა ყოფილიყო. 91. ალბათ 91. მე ამ თარიღს აღვადგენ იმ ფაქტიდან რომ მომითხრა 1896-ში ვარ დაბადებული. თან მითხრა 85 წლის გახრა ვარ. არა მე როგორ მოძებნე ჯერ სურათები ნახე არა? ნუ შენ რომ მითხარ ეს მახსენდება წადი ნახე აქ ამ ადგილას არჩევლებრივი სურათებია გამოფენილი. მე მაშინ დავამართე და ნახე მართლაც ჩემთვის ძალიან საინტერესო მხატვრის ნამუშევრები. ასე დაიწყო ჩემი და ვანოს ურთიერთობა. უბრალოდ მაშინ არ დაწყებულა. დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყე მისი ძებნა. აღარც მახსოვს შემდეგ. 1 თვის შემდეგ ასე ვთქვი. აღარც მახსოვს ვინ მიმასწავლა რომ ეს კაცი ათარბეგურის ქუჩაზე ცხოვრობსო. მივაგენი რაღაც მიწურში მიწურის არ ეთქმოდა იმას სარდაფი იყო ნამდვილი. გამოვცა ერთმა რამემ იგი მიხვდა ამ სარდაფს პანჯარა ჰქონდა ნახევარი პანჯარა შეიძლება ასე ვთქვა. ძალიან არც იყო ეს პანჯარა. მანო მუშაობის დროს აუცილებლად ჩამოაფარებდა ფარდას პანჯარას და სიტყვას ხო მეც გამოკვირა მან ძალიან აი თითქმის სრულ სიგნალში ხატავდა თურმე. აი მე არ მინახე გაინეკა. ბევრი უცნაური მომენტი ახლდა ჩვენს ურთიერთობას. ხან მესალმებოდა, ხან არ მესალმებოდა, ხან გამიღიმებდა და სასიამოვნოდ შემხვდებოდა, ხანაც სულად უმიზეზოდ შეგიღვერდა. თუმცა არასდროს არაფერი მისთვის არ მithოვია. მისი ცოლი, მისი მეუღლე კი ყიდდა ნამუშევრებს იმ დროისთვის იაფ. თანაც ისიც მოუყოლია ჩემთვის რომ ვანოს ნამუშევრებს ვაგროვებდიო და მალავდი ბუფეტის ერთი ძველი ბუფეტი ედგათ სახლში. სახლი თუ ეთქონდა იმას სარდაფში. ის უკან ვაგროვებდიო და ნაგვის მანა რომ მოვიდა და გავირბენდი ხოლმე უცებ და გადაყოლედი ამ ნამუშევრებს რომ არ დაენახა ვანას. აწუხებდა თავის შრომით თავის. და საერთოდ მე მგონი თავის არსებობითაც აწუხებდა ვანო უკვე მიხსნელი მოხუცი იყო რომ გავიცანით. თვითონ კი არ უნდა 85-ის ვარო, მაგრამ როგორც ამ ცოტა ხნის წინათ გაირკვა, როგორც მისმა ნათესავებმა გვითხრეს, 110 წლის გარდაიცვალა. იგი გარდაიცვალა 88 წელს. ძალიან ასაკოვანი. ესე იგი,ურად ხნიერი იყო მაშინ. მე ძამას ვიტყვი საოცრებას, რომ ადამიანი აი თითქმის სრულებით კარგავს ყველაფრის უნარს, აი ესე სიბერეში და შემოქმედებითი დაწევა, აი შემოქმედებით ტონუსის თუ ხარისხის სრულებით არ კლებულობს. აი ჩემ დროს, ჩემს მეხსიერებაში ვანომ გააკეთა რაღაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი სურათები. ესე სრულმედებდა ასაკი ეთყობა, აი ამ შემოქმედებით. ეს საერთოდ ცნობილი ფენომენია, უცნაური მოვლენა არის. კონტაქტში შესვლა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მას ჩემთან გულახდილად უსაუბრებულება, გარემო სამყაროსადმი ჩანდა ზოგიერთ მის ნათქვამში და ეს დამომახსოვრა. ბიჭი იყო, მითხრა. მაგრამ სულ მიკვირდა, რატომ ხატავს ადამიანებს ლამაზ არ შემიღია, როდესაც ცოლი შემიძღებოდა ხოლმე მის სახელოსნოში. სარდა მოიყენა ზოგი, რა თქვა ზოგადად, მაგრამ ვისაც ჩვენ არ ვანახეთ ეს ნამუშევრები, ვერავინ ვერ მიხვდა რა ტიპის სახე. აი საგერფი, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა ბატონი